მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აიზომა 2 მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობმა 1,105,570 ჰექტარი შეადგინა. 1,469,581 მოქალაქე მიწის მესაკუთრე გახდა. 1 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყნის საკადასტრო დაფარვამ 95%-ს გადააჭარბა. ასე აჯამებს იუსტიციის სამინისტრო მიწის სისტემური რეგისტრაციის შედეგებს. უწყებაში ამბობენ, რომ სისტემური რეგისტრაციის პროექტმა იმ სამიზნე ინდიკატორს მიაღწია, რაც თავიდანვე იყო განსაზღვრული. დარჩენილი მიწის ნაკვეთები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს და არსებობს დამავკოლებელი გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითად სისტემური რეგისტრაციის პროცესით და პროექტით გაგრძელება მიზანშეწონილი არ არის. სხვადასხვა დამავკოლებელი გარემოება შეიძლება იყოს გზები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და თქვათ ტყის მასივები და სხვა. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით 2026 წლის 1 იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდება. იმ მოქალაქეებს, რომელთაც სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიმართვა ვერ მოასწრეს ან სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლეს, საკუთრებაში გაფორმების ვადა 2026 წლის ბოლომდე ეძლევათ. ამისთვის კი მოქალაქეებმა სააგენტოს ინდივიდუალურად უნდა მიმართონ. განსხვავებით სისტემური რეგისტრაციისგან მიწას მოქალაქეები უფასოდ ვეღარ დაირეგისტრირებენ. საფასურს მთავრობა განსაზღვრავს. იცვლება მხოლოდ მომართვიანობის ფორმა. თუ სისტემური რეგისტრაციის დროს კონკრეტული განცხადება არ იყო აუცილებელი, ამ შემთხვევაში კონკრეტული განცხადება იქნება აუცილებელი და კონკრეტულ მოქალაქეს შესაძლებლობა იქნება ინდივიდუალური განცხადებით მიმართოს სააგენტოს და სააგენტო ამის შემდეგ უკვე იმავე წესით გააგრძელებს რეგისტრაციას. კანონპროექტის თანახმად რეგისტრაციის საფასური არ უნდა აღემატებოდეს მოქმედი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ორმაგოდანობას. ამ საფასურის უმაღლესი განაკვეთი ამ დროისთვის 600 ლარია. სპეციალისტების შეფასებით ეს ფასი ბევრი მოქალაქისთვის შესაძლოა დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეს. რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობას, იურიდიულ კომპანია OKNCG-ში აცხადებენ, რომ პროექტმა მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა, თუმცა მას გარკვეული ხარვეზებიც ჰქონდა. პროცესმა მოქალაქეებს შორის მრავალი სასამართლო დავა გამოიწვია. დაფიქსირდა სახელმწიფო ქონების მიტაცების შემთხვევები, როდესაც მოქალაქეთა ჯგუფებმა ცრუმოწმოებისა და ფორმალურად გამართული დოკუმენტაციის გამოყენებით კერძო საკუთრებაში დაირეგისტრირეს სახელმწიფო ქონება, მათ შორის ტყის მასივები. მეორე საკითხია, რამდენად სამართლიან დარეგისტრირდა, ხომ არ მოხდება ყავმას გვერდითი მოვლენა, მე ხშირად აღნიშნავ ხოლმე ჩემს განცხადებებში, რომ მოხდა სახელმწიფო ქონებების პირიქით კერძო პირების მიერ დატაცება, მაგალითად ისეთი ადგილების, როგორც იყო ტყის ზონა და ასე შემდეგ ისარგებლა ადამიანთა ჯგუფებმა და ვფიქრობ, რომ აი შეფასებისთვის მომდენო პერიოდი იქნება, როცა შეფასდება და გამოვლინდება უამრავი დანაშაული სახელმწიფო ქონებების მიტაცების, რადგანაც სამეზობლო ადამიანები ერთმანეთს ესე ვთქვათ დაუდგნენ ცრუმოწმოებად, რითიც შეძლეს სხვა ქონებების მითვისება კერძო საკუთრებაში. იურისტი უძრავი ქონების ისტორიის მკვლევარი ბონდო ყიფიანი კი ამბობს, რომ პროექტის დასრულებულად გამოცხადება მაშინ, როდესაც საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი, მხოლოდ საიმიჯო გადაწყვეტილებაა. სახელწოდება სისტემური ან სპორადული არა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო სხვის კერძო საკუთრება საკმარისი მოკვლევის გარეშე საკუთარ სახელმწიფო ტერიტორიად იზომავს. მსგავსი უზუსტობების გამო არაერთი მილიონი ნაკვეთი თავიდან ასაზომი და დასაზუსტებელია. ადამიანი ადრე თუ გვიან მიაკითხავს თავის ნაკვეთს, მოიძიებს იმ საბუთს, რომელიც უნდა იყოს ამ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოძიებული და დადასტურებული. მოიძევს ამ საბუთს და მიაკითხავენ საკუთარ ნაკვეთებს. და აღმოჩნდება იქ, რომ უკვე სახელმწიფოს აქვს წაღებული ეს უფლება და ძალიან დიდი ნაწილი მათ შორის დახვდებათ გაყიდული. და წავა ისევ ეს კვლევაძიება, აქ სახელმწიფოს უფლება არსებობდა, ქონდა თუ არა მისი განკარგვის უფლება და ასე შემდეგ. და ისევ დავები, ისევ განუკითხაობა და ისევ ქუჩაში გადასვლა იმ პროცესების, რაც რეალურად ცივილურად საჯარო რეესტრში და შესაბამის ორგანოებში უნდა წესრიგდებოდეს და გვარდებოდეს. მიუხედავად ხარვეზებისა და კრიტიკული მოსაზრებებისა, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის 31 დეკემბერს სრულდება. ინდივიდუალური ფასიანი მიმართვის რეჟიმში კი პროგრამა 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება. 2027 წლიდან მიწის რეგისტრაციის საკითხები მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ.